ორბანი გაიქცა, უნგრეთი თავისუფალია. იმდენი დაიწერა, ითქვა, იმდენი ვიდეო ჩაიწერა უნგრეთის და საქართველოს შედარებაზე, რომ უკვე მე თვითონაც აღარ შემიძლია ამ თემაზე საუბარი. მაგრამ არის რაღაცები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ანალოგებად შეიძლება იქცეს. დავიწყოთ იქედან, რომ სამწუხაროდ საქართველო არ არის უნგრეთის მდგომარეობაში პოლიტიკურად, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ავტოკრატიის პირობებში, როდესაც სამწუხაროდ დამარცხებული მხარე არ აღიარებს არჩევნების წაგებას, ამიტომ ერთ-ერთი ამ ანალოგებზე საუბარი იქნება ძალიან დიდი გულუბრყვილობა. თუმცა ჩემთვის რაც არის მნიშვნელოვანი, არის იმის აღქმა თუ როგორ შეძლო უნგრეთში ორბანმა 16 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა ხელისუფლება ისე, რომ პრაქტიკულად მას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და როგორ შეძლო ეს ყველაფერი 2 წლის განმავლობაში შემოეტრიალებინა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პრაქტიკულად მასთან რაღაც კავშირები ჰქონდა. კიდევ ამბობ, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ორი პოლიტიკური ფიგურის შედარება, იმიტომ რომ ვფიქრობ ეს საკითხი საკმაოდ კონტრპროდუქტიულია პირველ რიგში გამომდინარე იქედან, რომ მადიარი იყო ორბანის გუნდის წევრი და საერთოდ არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის რომელიმე გუნდის წევრს მორალური უფლება უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკაში დარჩეს, მაგრამ ჩემთვის აქ მნიშვნელოვანია ის პროპაგანდისტული ნარატივი, რომლითაც ორბანი ხელისუფლებას 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ახალგაზრდა და ქარიზმატულმა ლიდერმა ვიქტორ ორბანმა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა და მის ერთ-ერთი დაპირება ზუსტად იყო რუსული გავლენებისგან გათავისუფლება და უნგრეთის კიდევ უფრო ჰარმონიზაცია და დაბრუნება ევროპულ ორბიტაზე, თუმცა საქმემ აბსოლუტურად სხვა რამ აჩვენა. ორბანმა გამოიყენა ზუსტად ისეთივე რბილი ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს საქართველოში და თავიდან დაიწყო ძალიან საინტერესო კონსტრუქციით, რომელიც არის აბსოლუტურად რუსული და აბსოლუტურად კრემლის მიერ შექმნილი და ზუსტად იგივენაირად მოხდა ამ ყველაფრის გადმოტანა საქართველოში, დაყო ადამიანები მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და შესაბამისად ამ თამაშის წესებით ათამაშა ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდა. პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ორბანის კომუნიკაცია ძირითადად ეხებოდა პროეროვნულობას, ანუ იმ ადამიანებს, ვისთვისაც უნგრეთი უფრო მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისად ნელ-ნელა შემცირდა ევროპასთან კავშირები. ამას მოყვა საუნივერსიტეტო რეფორმები გეცნობათ ალბათ, ამას მოყვა მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ღია დაპირისპირებები და შემდეგ მივიღეთ ის, რომ ორბანი გახდა კონსერვატორული ძალის მხარდამჭერი სრულად და ლიბერალური მხარე გახდა ისეთივე სალანძღავი სიტყვა, როგორც იყენებენ საქართველოში ამ ყველაფერს. შემდეგ მოხდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომი, რომელმაც ორბანს გაუხსნა მეორე სუნთქვა, ზუსტად იგივენაირად როგორც ქართულ ოცნებას და ის გადაეწყო ძალიან აქტიურად რიტორიკაზე, აბა ომი გინდათ. ამ აბა ომი გინდას რიტორიკის ქვეშ, რა თქმა უნდა, მოყვა ყველა ის მოწინააღმდეგე მხარე, ვინც ლოგიკურად აზროვნებდა, გადაეწყო სრულიად პროპაგანდისტულ ნარატივზე, რომელსაც მას კრემლი უგზავნიდა, აბა ომი გინდათ. ზუსტად იგივენაირად ჩნდებოდა პლაკატები, რომელიც ჩვენც ვნახეთ თბილისში, ზუსტად იგივენაირად აბრალებდნენ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქართული ოცნების და ორბანის მოწინააღმდეგე იყო ომის სურვილს და გაჩაღების სურვილს, რასაც აბსოლუტურად კრემლისგან დირექტიულად იღებდნენ ეს ადამიანები. მაგრამ მოხდა ერთი გაუთვალისწინებელი რამ. პროპაგანდისგან გაბრუებულმა ადამიანებმა ნელ-ნელა შეძლეს გამოღვიძება. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ძალიან სწორი ნაბიჯები ოპოზიციური სპექტრისგან და სწორი საკომუნიკაციო არხების გამოყენება. ეხლა მინდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა ოპერაცია მატრიოშკაზე, რომლის შესახებაც ევროკავშირმა რამდენიმე ძალიან ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. დაახლოებით მილიარდზე მეტი თანხა იყო უნგრეთში დახარჯული რუსეთის მხრიდან იმისთვის, რომ ეს პროპაგანდისტული კრემლის ნარატივი ყოფილიყო შენარჩუნებული. ძირითადად იდგა რამდენიმე მიმართულებაზე. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ომის რიტორიკა, თითქოს უნგრეთს ვინმე აძალებდა ომში ჩართვას, ან თითქოს უკრაინისთვის ხდებოდა ეს ყველაფერი. მეორე იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების, რომლებიც ხელს უშლიდნენ ლიბერალური ღირებულებების განვითარებას და ეს ორი ფრთა ორბანმა ერთმანეთთან ძალიან კარგად დააკავშირა. როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში ოპოზიცია და რითი მოუგო მილიარდზე მეტ დაფინანსების მქონე ნარატივს, რომელიც
ერთნაირად იყო გაშლილი სხვადასხვა სოციალურ მედიაში, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ასევე სხვადასხვა მედიაში, მოუგო ძალიან მარტივად. არ შევიდა იმ სათამაშო მოედანზე, რომელსაც თავაზობდა მთავრობა. მან არ დაიწყო მოსახლეობის დაყოფა პროორბანისტებად და ორბანის წინააღმდეგ ყოფ ადამიანებთან, არამედ შეძლო მათი გაერთიანების საერთო წერტილის ჩვენება და პოვნა. ზუსტად ეს საერთო წერტილები არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმ სტრატეგიით, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვმართავს, დაყავი და იბატონე მხოლოდ იგებს ის თვითონ, იმიტომ რომ ცდილობს, რომ გააღვივოს ეს შუღლი და ამ შუღლში ადამიანებს გვაუწყება ერთი მთავარი რამ, რომ ის ეკონომიკური მდგომარეობა, ის პრობლემები, ის გაჭირვება, ის ინფრასტრუქტურული გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას, ერთნაირად ეხება ყველა ადამიანს. არა აქვს მნიშვნელობა ის ვისი მომხრეა. აი ზუსტად აქედან უნდა გამოვიდეთ ყველანი, როდესაც ვსაუბრობთ იმ საერთო წერტილების პოვნაზე, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდება, უსასრულოდ გაგრძელდება დავა იმაზე, ვის უნდა ომი და ვის უნდა მშვიდობა ამ ქვეყანაში. ცხადია, ჩვენთვის ეს ძალიან მარტივი აღსაქმელია, თუმცა პროპაგანდით გაბრუებული ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან დიდი ხანი ზიზღის ენით ესაუბრება ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული ახლა უკვე დასანქცირებული მედიის წარმომადგენლები, როგორც არის იმედი, პოზიტივი, რუსთავი და ასე შემდეგ, რთულია რომ ძალიან სწრაფად შეიცვალონ აზრი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მათთვის მარტივია რომ დაუსვათ ესეთი კითხვა, როდესაც მათ სივარს აღებ და ხედავ რომ შვილისთვის საჭმელი არ აქვს, როდესაც გამოდიხარ და ხვდები რომ შენი შვილი მიდის სკოლაში, სადაც ელემენტარული ჰიგიენის პრობლემა დგას, როდესაც ხვდები რომ შენს ოჯახის წევრს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და გიწევს რომ ინტერნეტის თუ სხვადასხვა ფონდების, რომელიც სხვათა შორის თვითონ ბიძინა ივანიშვილმა დააყადაღა მეშვეობით აგროვე ფულს, ეს არის ნორმალური, ეს არის ის მშვიდობა, რომელსაც შენეძებდი. აი ზუსტად ამ კითხვებზე პასუხით, რომელიც ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გასცეს საკუთარ თავს, იწყება პროპაგანდის ნგრევა და არა იმ მოედანზე ბრძოლით, რომელიც მგონია რომ უკვე ძალიან უინტერესოა ამ ქვეყანაში, არავის სურს ომი, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ისტერიულად არის ჩამღაუჭებული სკამზე და ომს კი არა, ალბათ ატომურ ბომბსაც ესვრიან თავის მოსახლეობას მარტო იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება და საკუთარ ცაზე დახურონ ცა და საკუთარი უსაფრთხოება სრულიად შეინარჩუნონ. მთავარი ემოცია, რასაც ორბანი კომუნიკაციის კუთხით ცდილობდა, რომ გამოეწვია საზოგადოებაში, ეს იყო შიში. ამ შიშთან დაპირისპირება ყოველთვის ძალიან უჭირთ ადამიანებს, იმიტომ რომ ომის შიში არის ძალიან რაციონალური რამ. ყველა ჩვენგანს ეშინია ომის, იმიტომ რომ ეშინია დანაკარგების, ეშინია ადამიანური სიკვდილის და ამას ძალიან აბუქებს ის შეგრძნებაც, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს და ჩვენ ვართ ომგამოვლილი ქვეყანა. ოპოზიცია არ დაუპირისპირდა შიშით და არ დაიწყო მის ახსნა, რომ ეს შიში არის ირაციონალური, არამედ თქვა, რომ თქვენი მართვა ამ შიშით არის არასწორი. ხაზი გაუსვა იმ უღირსობაზე, იმ უღირს საქციელზე, რომელსაც ორბანი და ქართული ოცნება ჩადიან ჩვენი მოსახლეობის წინაშე და იმ მორალურ ტერორს და იმ მორალურ ზიანს, რასაც ჩვენ გვაყენებენ. ჩვენ ძალიან გვიჭირს ამის საქმე, იმიტომ რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ მასიური ტერორის ქვეშ. ჩვენ ვცხოვრობთ მასიური ტერორის ქვეშ, რომ თუ ხმას ამოვიღებთ, ვიღაც მოვა და აუცილებლად დაგვბომბავს. თუ ჩვენი აზრი გვექნება, ვიღაც მოვა და აუცილებლად დაგვბომბავს. ამას რა თქმა უნდა დამატებული რეპრესიული კანონები, რომლებსაც ყოველდღიურად იღებენ ჩვენს წინააღმდეგ, ამას დამატებული ის ღვარძლის ნიაღვარი, რომელიც სხვადასხვა მედიაში მოდის იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ, რომ საკუთარი საათქმელი თქვან, ამ ყველაფერს ქვია მორალური ზიანი, რომელსაც ჩვენ ქართული ოცნება უკვე თანმიმდევრულად 13 წლის განმავლობაში გვაყენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ როგორ იღვიძებენ ადამიანები პროპაგანდისტული ძილის შემდეგ და ეს ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად ერთ მომენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე დაგვიდგება ის დრო, როდესაც არანაირი გავლენა არ იქნება იმ პროპაგანდისტულ მესიჯებს, რასაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ისტერიულად ცდილობენ, რომ ყოველდღიურად დაგვაჭერონ. ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის ხატია დეკანოიძე, ადამიანი, რომელსაც გარდა იმისა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ადამიანია იმ სფეროზე სასაუბროთ, რომელზეც დღეს თქვენ მოსულიყო და განსაკუთრებით მაინტერესებს მისი შეფასებები უნგრეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ უნგრული წარმატების მოდელი ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და პირველ რიგში იმ თვითკრიტიკულობისთვის, როდესაც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აკლია, ვინც დღეს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში არის ჩართული. დავიწყოთ უნგრეთით. რა მოხდა უნგრეთში, მოკლედ რა შევაფასოთ? პირველ რიგში გილოცავთ, ძალიან ველოდები თქვენს და ზოგადად აი ამ არხის
სხვადასხვა მიმართულებით თემებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს შენ პირადად, ეხლა და შენ დიდი ხანია ვიცნობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხშირად ხვდება ხოლმე შენი ის რაღაცა გაქარწყლება იმ პროპაგანდის, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ანუ პირველი, რითაც მინდა დავიწყო ზოგადად არის რა თქმა უნდა უნგრეთში არჩევნები, ზოგადად არავის არ ეგონა პრაქტიკულად რომ ორბანის ავტოკრატიის ჩამოშლა და ჩამონგრევა შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ რომ ეს მოდელი რაც მოხდა თავისუფლების გამარჯვება, ვთქვათ ევროპაში უნგრეთის დაბრუნება, ადამიანების დაბრუნება, პოლიტიკოსების დაბრუნება ადამიანებთან და დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი ეს არის ის რომ ვთქვათ ადამიანები მონაწილეობდნენ პოლიტიკაში, ხო? ანუ პოლიტიკა, ელიტისტური პოლიტიკა ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელიც ვთქვათ ქვემოდან ზემოთ მოდის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მაგიარმა ეს შეძლო, ხო? სხვა პრინციპში ხან მადიარია, ხან მაგიარი და ზოგადად მაგიარია უნგრულად, მაგრამ ჩვენ გვეპატიება ეხა ეს დიდებული უნგრელი ხალხის ენა საკმაოდ რთულია სხვათა შორის და ძალიან ლამაზი. ნელ-ნელა ვთქვათ მძიმდებოდა მისი ავტოკრატიის მოდელი. პირველი ეს იყო პრაქტიკულად სრული მონოპოლიზაცია ძალაუფლების, იდენტური ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის. მეორე ეს იყო სრული მონოპოლიზაცია მედიის, რაც მოახერხა ორბანმა, შემდეგ ეს იყო ანტიდასავლური კამპანია და განათლების სისტემის ყველა მიმართულებით და კორუფცია საშინელი, რომელშიც ჩაფლული იყო პრაქტიკულად მთელი უნგრეთის ეს მართველი ელიტა, ფიდესი, ვინც ესე მართავდა უკვე 16 წელი, სხვათა შორის უნგრეთს და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პრაქტიკულად ის კანონმდებლობები, რომელიც მიიღო ორბანმა, ყველა ის რეპრესიული მექანიზმები, რომელიც აამოქმედა, ძალიან იდენტური იყო სხვადასხვა, ვთქვათ, თანამედროვე ციფრული ავტოკრატების და ამასაც გამომარტავ რას ნიშნავს და პრინციპში შემიძლია გითხრათ, რომ არავის არ ჰქონდა დაახლოებით 2023 წელს უკვე იმედი, რომ ვთქვათ არჩევნებით შეიძლებოდა ორბანის დამარცხება, იმიტომ რომ 2022 წელს ოპოზიციის ალიანსი, ანუ დიდი ერთობა ოპოზიციის, რომელიც მაშინ მოახერხა უნგრულმა ოპოზიციამ და შეეკრა რაღაც მეტწილად სხვადასხვა თირთულებით, მაგრამ დამარცხდა ორბანთან და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, რაც რუსეთის თავდასხმა მოხდა რუსეთის უკრაინაში, მას შემდეგ გაიშალა ეს ანტიუკრაინული პროპაგანდა, რაც ქართული ოცნების პრაქტიკულად იდენტურია ეს პროპაგანდისტული, თქვათ, გზავნილები და მთელი საარჩევნო კამპანია უნგრეთს, ანუ ორბანს ჰქონდა ზელენსკის წინააღმდეგ ანტი-უკრაინა, ანტი-შვიდობა ომის დისკურსი, პოლიტიკური დისკურსი, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული ფსიქოლოგიური манипуляცია, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს იმას, რომ პრინციპში სწორია ეს ხალხი ამბობს, რომ თქვათ უნგრეთს საერთოდ სხვა ფუნქცია და სხვა პარადიგმაში იყო, ხო, უნგრეთი არის ევროკავშირში, უნგრეთი არის ნატოში და ჩვენთან გაცილებით უფრო ეგზისტენციალურია ეს ომის პრობლემა, ხო, და ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ, რა შეიძლებოდა და რა უნდა გავაკეთოთ ამის გასანაირალებლად. მაგრამ 2024 წელს, როდესაც მაჟარი წამოვიდა ფიდესიდან, თქვენ იცით ალბათ ეს სკანდალი როგორ წამოვიდა, ხო, ეს იყო, იგი იყო დაქორწინებული იუსტიციის მინისტრე, ფიდესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრზე და სხვა შორის ითვლებოდა, რომ მისი ცოლი ორბანის მემკვიდრეც უნდა გამხდარიყო, ხო? მაგრამ ეს ბავშვებთან დაკავშირებული ეს სკანდალის შემდეგ მან მისცა ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუ და ამ ინტერვიუს შემდეგ უკვე მისი სხვა შორის მის ამ ინტერვიუს დაახლოებით რამდენიმე მილიონი ნახვა ჰქონდა უკვე მეორე დღეს, ხო? და ამის შემდეგ უკვე 20-20 წელს დაარსებული ფიდესი პარტია, რომელიც დაარსა სრულიად სხვა ორმა ადამიანმა, ამ ორმა ადამიანმა ეს პარტია დაუთმეს მაგიარს და ამის შემდეგ მაგიარი იწყებს უკვე ძალიან სერიოზულ კამპანიას და სხვათა შორის რამდენიმე მიმართულებით არის ჩემთვის საინტერესო, ეხლა ჩემი მეგობრები არიან ზუსტად და იყვნენ ამ კამპანიაში ჩართული, ბევრი სხვადასხვა ოპოზიციონერები და შემიძლია გითხრათ რა იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. პირველი მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პრაქტიკულად ტისას ლიდერმა მოახერხა სერიოზული კავშირის დამყარება ადამიანებთან, ხო? ანუ
პოლიტიკური კავშირი, ორბანის მომხრეებთან. ნაკადულივით, რაც მიდის ნაკადულივით, იმიტომ რომ შესაძლებელია შენ კავშირი ადამიანებთან კონდეს, მაგრამ ეს ნაკადული, ანუ აი რაღაცა channeling, რასაც უწოდებენ, ეს ყველგან შეიძლება ვერ მივიდეს, ხო? მეორე, რაც არის ალბათ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაკვეთილი, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ყველას ძალიან კარგად გვესმის ეს და განსაკუთრებით მათ, ვინც პოლიტიკაში ვართ, უბრალოდ პოლიტიკოსი, არაპოლიტიკოსი, აი ამ ბრძოლაში ჩვენთვის არ არის რაღაცნაირად ცალკე განყენებული, იმიტომ რომ ყველა ვართ ბრძოლაში და ჩვენი რაღაცა სტრატეგიული კომუნიკაცია უნდა იყოს ერთხასზე და ერთ ძალიან სერიოზულ დისციპლინაზე აგებული. მაგი არის კამპანიაც იყო ძალიან დისციპლინირებული, თქვათ, სტრატეგიული კომუნიკაციების თვალსაზრისით და ეს რა დისციპლინა იყო? ის არ შევიდა კულტურულ, იდეოლოგიურ, სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, ხაფანგში. და რას ნიშნავს ეს? ანუ თუ თქვათ პროპაგანდა, რასაც ჩვენთან საუბრობენ, ეუბნებოდა რომ აი ომი გინდა, შენ ზელენსკის ინტერესებს იცავ, შენ თქვათ დემოკრატია გინდა, რაღაც ხალი-ხალია, კაცი-კაცია, ის პასუხობდა, რა ომი? არა, ეს პასუხობდა, რა ომი? შეხედეთ აი ამ ქალაქში ეს საავადმყოფო რა დღეშია, შეხედეთ ეს კვერი რა დღეშია, შეხედეთ ამ ახალგაზრდებს არ აქვს საშუალება რომ კონკრეტული რაღაც სამუშაო იპოვონ. ანუ ეს სტრატეგიული ხაფანგი, თქვათ, იდეოლოგიური დისკურსის და კულტურის, აი რაღაც კულტურული, რაც ახასიათებს ხოლმე ავტოკრატიებს, რომ ეს დისკურსი წარმართოს და ჩვენ შეგვიტყუოს აი ამ, თქვათ, რაღაცა ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელსაც ახორციელებენ ადამიანებზე, ხო? ანუ ეს ძალიან უსტატურად ამას უსყლდებოდა ხელიდან, ხო? ანუ ეს შენ ომი გინდა და ზელენსკის უჭერ მხარს და ამ დროს ეს პასუხობდა, რომ არა, ნუაშინებთ უნგრელ ხალხს, აი შეხედეთ ეს ავადმყოფო რა საბავშვო ბაღს რამხელა პრობლემები აქვს. შეხედეთ ბიზნეს რამხელა პრობლემები აქვს. ამიტომ ეს არის პირველი. მეორე, ალბათ ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო პრაქტიკულად მისი დამოკიდებულება პროპაგანდასთან. ანუ როგორ აშავებდა პროპაგანდას, რასაც პრინციპში ახლა ჩვენ შეჩვეულები ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს იყო ნახე რა, რომ მაგალითად მისი საშინელი ეს ეშმაკი გამოსახული სატანა, ნახევარი, ვთქვათ, ეს პლაკატები, ბანერები უпростоრად ამ ხო, ბარბარიზმისთვის გამოკრული იყო და სხვა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პირადი ესეთი ტრაგედია იყო ის, რომ მისი გერლფრენდი აღმოჩნდა ფიდესის, როგორ თქვა, ფიდესის მიერ ჩანერგილი, ხო? ანუ ეს და შემდეგ ჩაუგდეს სკრინი, რომ ჩვენ ამ სკრინს გამოვაქვეყნებთ, მისი პირადი ცხოვრება იყო, მან არ შეეშინდა, გამოაქვეყნა თვითონ ყველაფერი და თქვა, რომ ნებისმიერი შეტევა ეს პროპაგანდის, რომელიც მოდის ჩემს მიმართ, დაიმახსოვროთ, რომ ეს არის თქვენზე შეტევა, უნგრელებს ეუბნებოდა, იმიტომ რომ თქვენ ფიდეს და ორბანს არ უნდა რომ თქვენ კარგად იცხოვროთ. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული კომუნიკაციის მახასიათებელი, რაც ასევე ჩვენთვის აუცილებელია გასათვალისწინებლად, თუმცა კიდევ ვიმეორებ, მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ქვეყანას და ვიცი განსხვავებები, რა თქმა უნდა, ეს არის თვითონ ორგანიზაციული სტრუქტურა, როგორ ააგო მან პარტია. როგორც გითხარით, პარტია ტისა 2020 წელს შეიქმნა, არ იყო პრაქტიკულად არაფერი მას ორგანიზაციული სტრუქტურა არ ქონდა, მაგრამ ამ ადამიანმა ტისას ლიდერშიპმა მოახერხა ის, რომ 50,000 მოხალისე შეკრიბა და დაარსა ეგრეთ წოდებული ტისას კუნძულები. რატომ დამაკლდა ყოველ შემთხვევაში მე პოლიტიკოსებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა რაღაც თითქოს პოლიტიკოსებზე არის განსაკუთრებული აქცენტი რა არ გააკეთეს, მაგრამ თვითრეფლექსია ძალიან გვჭირდება ისეთ საკომუნიკაციო ბრალდებებზე პასუხი, როგორიც თუნდაც იყო სისხლიანი 9 წელი. თუნდაც იყო ის, რომ ეკონომიკა სხვანაირად უნდა ემუშავა, ან იმ დროს, როდესაც ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიას ატარებდა და 5 მილიონს პირდებოდა თითო სოფელს, რატომ არავინ არ თქვა, რომ ეს ყველაფერი სოლარიუმებს, რატომ გვეგონა, რომ ეს იყო სასაცილო და საბოლოოდ მივედით, რომ აი ამ კომუნიკაციაზე დგას ძალიან დიდი ხანი ქართული ოცნება და პლუს ამას დამატებული ომის ნარატივი, რატომ არავინ არ აუხსნა ამ ხალხს, რომ ომით შენი შეშინება არის ამორალური. მე ვარ ადამიანი, რომელიც მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს 2011 წლიდან. და საერთოდ ალბათ მე ეს ხმამაღლაც არაერთხელ მithქვას, რომ საერთოდ დღემდე ვერ ხვდები, ალბათ სად შეგვეშალა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ესე ძალიან აქტიურად შემოვიდა საქართველოს პოლიტიკაში, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველაფერი ეს იყო შეცდომა თუ ეს იყო ცალსახად შეცდომა იყო, ამაზე ბევრი უსაუბრია მიშასაც, ჩვენი ხელისუფლების ძალიან ბევრ წევრს, მაგრამ ჩემთვის ეხლა უკვე, ხო? ანუ ხო შეგვიძლია რომ ჩვენ ეს ვთქვათ, თუმცა ეს ნათქვამი მაქვს ძალიან ბევრჯერ, რომ ბიძინა ივანიშვილი
ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ფულს აკეთებს, ვთქვათ, რუსეთში, ანუ რუსეთში ფულის გაკეთება, ამხელა კაპიტალის დაგროვება, შემდეგ ამ კაპიტალის გამორეცხვა რუსეთიდან, რაც ვერ მოახერხა სხვათა შორის ძალიან ბევრმა ადამიანებმა და ზოგი მოკლეს, ზოგი ჩასვეს, ზოგი დაიჭირეს და ასე შემდეგ, ეს თავიდანვე უნდა ყოფილიყო საეჭვო, ხო? ამიტომ ალბათ ეს რაღაცა მომენტი გაგვეპარა, რატო გაგვეპარა? პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფო ვიყავით, ძალიან ბევრი გამოწვევები ქონდა ჩვენს წინაშე, ხო? ანუ ჩვენ პირდაპირ ესე რუსეთთან ღია და დაფარულ ომში ჩაფლული ხა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ვთქვათ უნგრეთზე და მოლდოვაზე, ხა მე უკრაინაშიც მუშაობდი მოლდოვაში და ძალიან კარგად ვიცი რუსული პროპაგანდა როგორ მუშაობს და მით უმეტეს როგორ მუშაობდა საქართველოში, ხო? ანუ რუსული პროპაგანდის მთავარი საყრდენები რა არის? პირველი საყრდენი ეს არის ყალბი ინფორმაციის გავრცელება და შენ იცი კარგად რომ პროპაგანდა და ცრუ ინფორმაცია, ანუ დეზინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე ვრცელდება სიმართლე. იმიტომ რომ შენ სიმართლეს რო უპირისპირებ, მე ძალიან რთულია ეს ადამიანებამდე მიიტანო, ხო? ეს ერთი. მეორე ეს არის დეჰუმანიზაცია ადამიანების, რომელიც ჩვენ გაგვიკეთეს. აი მიშას რაც გაუკეთეს მაგალითად, ხო? ანუ გიჟია, რაღაცა ესეთია, ისეთია, ჩვენ ბავშვებს ცოცხლად ჭამდით, რა ვიცი, მე ჩემზე ძალიან ბევრი რამე მაქვს წაკითხული და გამოცდილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დეჰუმანიზაცია ეს ახალი ხო არ არის? თუმცა ის ხალხი, ვინც ამას იჯერებს, იმათ წინაშე პასუხისმგებლობა უნდა კონდეს, ხო? მე სხვანაირად უყურებ, იმიტომ რომ მე არ ვარ იმ მეთოდის მომხრე, რომ თავარია მე რას ვიტყვი და შენი პრობლემაა შენ რას გაიგებ, თავარია შენ როგორ გაიგებ ამ ყველაფერს. მგონია, რომ არასწორად იყო დანახული ამოცანა, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა, რომ გაცილებით ნაკლები ადამიანი დაიჯერებდა თუნდაც ესეთ აბსურდულ ბრალდებებს, ვიდრე რეალობაში აღმოჩნდა. არა, მე არ მეგონა. პროპაგანდა დიდია, დევნა და რეპრესიები იზრდება ადამიანების ჯგუფი, ვის მიმართაც დეჰუმანიზაცია იზრდება, ყოველთვის და ყოველდღიურად არის ბევრი გამოწვევა, რეპრესიების, რა ვიცი, ახალი ტალღა 2022 წლიდან საერთოდ კიდევ ერთი ხერხი რუსებს რაც აქვს, ეს არის აი ტყვიამფრქვევივით უშენენ ამ ცრუ ინფორმაციას ადამიანებს. ტყვიამფრქვევივით მოდის კანონები ეს რეპრესიული და შენ უბრალოდ ვეღარ ახერხებ, რომ ამაში რაღაცნაირად გაიკვლიო ამ რაღაცა გაბლარული წებოვანი სითხე, რომლიდანაც უნდა გამოხვიდე. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იმისთვის რომ დაუშვათ ეს რაღაცნაირად დაბალანსებულიყო, ან თქვათ კონკრეტული პასუხები გქონდეს დღემდე, ეხაც არ არის გვიანი, იმიტომ რომ მოლდოვაში მაიასანდუმ დაამარცხა ეს დეზინფორმაცია, უნგრეთში ჩვენ შევხედეთ რა მოხდა. ერთ-ერთი ქსელი, რომელიც დაარსდა უნგრეთში, ეს იყო აღარ მახსოვს საკომუნიკაციო რაღაც სააგენტო, ეს არის ცნობილი ღამბაშიძე, გიორგი კვირაკლი თუ ხო, რომელიც დასანქცირებულია, ხო, ეს კი უკრაინაში დაბადებული წარმოშობით ქართველია. ამიტომ ძალიან ესე თქვათ მიმებიდან დაწყებული ყალბი ინფორმაციით გავრცელებული, აი სოციალურ ქსელში, ხო, ანუ ფინანსური რესურსის ჩადება, უზარმაზარი რუსული ფული, ეს ყველაფერი ქმნის იმ ტალღას, აი რაღაცნაირად ტალღებად მოდის და ჩვენც ადამიანებიც იფიტებიან. რუსული პროპაგანდა არ გამოიყურება ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს არის ესე თქვა ტალახის შესხმის მეთოდი, როდესაც ჩვენ უბრალოდ პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ გაქვს, იმიტომ რომ პირველი რასაც აკეთებ, რომ ამ ბრალდებიდან გამოდიხარ. რამდენად სუსტი იყო ეს პასუხი დასავლეთიდან, თუნდაც ის, რომ დასავლეთი ომში გვითრევს, ან თუნდაც ის, რომ რაღაცა ევროპას ჩვენ არ ვჭირდებით. რეალურად ხომ არ იყო იმის მცდელობა, რომ რუსეთის მტრობიდან შეექმნათ მეგობრის ხატი და ამას ძალიან ბევრი სიმბოლიზმიც ახლავს, მაგალითად იგივენაირად, როგორც ერეკლე მეორეზე თითქოს თავდასხმა გამოიყენეს იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი იყო მაშინ სწორი გადაწყვეტილება. ანუ ესეთი ფრაგმენტული მომენტები რამდენად გამორჩა ოპოზიციას თუნდაც ერთმანეთთან დაპირისპირების ან ერთმანეთთან ტონის გასწორების დროს, იმიტომ რომ ეს არ არის კრიტიკული გადაცემა ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს გადაცემა არის უმრავლესობისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ უმრავლესობა ზუსტად ეს კითხვები აქვს და ერთადერთი პასუხი დარჩა, რომ ვინ უნდა მოვიდეს. აი ზუსტად აქედან გამომდინარე გამოდიო, რომ რატომ ვერ შეძლო თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა და რატომ ვართ დღეს ისე ვიქ, რომ საუბრობთ იმაზე გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია, ეს არის თუ არა მნიშვნელოვანი დღის წესრიგი. ხო, იცი
ჩემი აზრით 2022 წლიდან მთავარი პოლიტიკური დისკურსი და სხვათა შორის ახლა თეთრი გერმანელი ფილოსოფოსი ამბობდა, რომ ვიწყნის პოლიტიკური დისკურსი ის ფლობს ძალაუფლებას. ხო, ანუ მთავარი პოლიტიკური დისკურსი პროპაგანდის რა იყო? ეს არის ომი მშვიდობის დაპირისპირება. აქ ვხედავ მე განსხვავებას უნგრეთთან, იმიტომ რომ უნგრეთს ეს პრობლემა მაინც ეგზისტენციალურად არ ედგა, იმიტომ რომ უნგრეთი არის ნატოში, არის ევროკავშირში და ზელენსკი ცუდი კაცია და თქვათ რაღაც ახალი ოპოზიცია იქნება, ახალი ხელისუფლება იქნება ზელენსკის ინტერესების გამტარებელი, ეს ამჯერად უკვე ლიმიტირებულად ადამიანებმა ვეღარ მიიღეს. ანუ საქართველოს ეს პრობლემა ქონდა. ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ეს ძალიან ძიმე, თქვა, თავდასხმა რუსეთის მხრიდან და ამიტომ ძალიან კონკრეტულად ადამიანები თვლიდნენ ამას სერიოზულ უსაფრთხოების საფრთხედ, ხო? ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ აქ იყო აბაზრდენი მეთოდი იმის, რომ აი თქვენ შენ საკუთარ მოსახლეობას ისე უპირისპირდები, რომ აშინებ ომით. და პიროვნების კულტი შემოდის აქ უკვე, ხო? პიროვნების კულტი რა არის? რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად ყველა ამ მშვიდობას ინარჩუნებს. ამ დროს თუ დააკვირდები, ეს მშვიდობა არ არსებობს. ანუ მშვიდობა როგორ იყო? მშვიდობა არის თქო უნდა საგარეო პოლიტიკურ ველზე და მშვიდობა არის სამოქალაქო მშვიდობა, სოლიდარობა, კანონის უზენაესობა, რომელიც თუ არ არსებობს, შენ მშვიდობაში ვერ იცხოვრებ, ხო? ანუ რა არის მშვიდობა? აი მაგალითად, როდესაც ადამ ბავშვებს წამალი არ აქვს. რა არის მშვიდობა, როდესაც 300 ლარი უნდა გადაიხადოს პენსიონერმა იმისთვის, რომ რაღაცა თქვათ წამალი იყიდოს. ხო, ეხლა დედაჩემის მაგალითს ამბობ. რა არის მშვიდობა, რომ შენ თქვათ შეიძლება წიწუშკა ჩაგისაფთეს ღამე და თავში რაღაცა ჩაგარტყას. ანუ სამოქალაქო მშვიდობა ჩვენ არ გვაქვს. ეს პიროვნების კულტიც რატო შემოვიდა? ნახე, ბიძინა ივანიშვილი ორბანისგან განსხვავებით, ხო? ანუ ორბანი რაღაცა პრემიერ-მინისტრი იყო, სულ, ხო? ანუ და ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც გაქრა, ანუ 2013 წელს წავიდა მე მგონი, გაქრა და მისი მთავარი რაღაცა ამოცანა ეს იყო, დარჩენილიყო მითოლოგიურ ჭრილში და ეს არის ჩემთვისაც შეცდომა, იმიტომ რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მითოლოგიას ძალიან შეუწყეთ ხელი. ანუ და მის უზრელველობის მით. იცი რატო აი ეხაც მაგალითად რომ აი აქ ჩემი აზრით უნგრეთის შემდეგ შეცდომა იყო იმის თქმა რომ საქართველოს ძალიან განსხვავდება აქ ესეა აქ კი რა თქმა უნდა განსხვავდება და პირველ რიგში თქვა გეოგრაფიულად იმიტომ რომ გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ავტოკრატი როგორც ასეთი რომ მარცხდება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი უკვე ხო ანუ ბიძინა ივანიშვილის მითოლოგია რას ნიშნავს რომ ის რაღაცა სადღაც არის ის ჩვენ რაღაცა მას ვერ მოუგებთ მას ვერ დავამარცხებთ ის აგვარებს ის რაღაცა აი იმდენად რაღაცა მითოსურია რომ აბსურდის მითოლოგიად გადაიქნა რაღაც ხეებს დაათრევდა და ესეც რაღაცნაირად ის იყო ხო და სხვათა შორის აი ოლიგარქია რუსეთი პირიქით ბიძინა ივანიშვილი აი დეკონსტრუქცია უნდა მოხდეს ამ ადამიანის ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი აი შიშარა რომელიც არის ძალიან ესეთი არ ვამბობ ნეგატიური კონოტაციით და არ ვამბობ რაღაც სტიგმით, მაგრამ პროვინციალური, არაფართო, თქვათ, რაღაცა საერთაშორისო მასშტაბებზე, ხო, იმიტომ ჩვენ გვყავდა ისეთი ფიგურები, როგორ თქვათ, საერთაშორისო რაღაც ასე თქვათ, საქართველოს წარმომადგენლები, როგორც იყო თქვათ, შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი, ხო? და ასევე თქვათ, სალომე ზურაბიშვილსაც საკმაოდ დიდი მიღებლობა ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ესე ვთქვათ, ჩვენი ბრაზი, ჩვენი გაბრაზება არ არის კონცენტრირებული და ბიძინა ივანიშვილი ძალიან სწორად ითამაშა, რომ ის არ არის ჭადრაკის ფიგურა, ის არის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც მაგალითად გამოყავს ყაველაშვილი, რომელზეც გადადის მერე მთელი ბრაზი. რაღაცა უხილავი ხელივით არის, ხო? ეს სტრატეგია ვფიქრობ, ჩემი აზრით და შენი აზრი მაინტერესებს, საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც დიდი ხანი იმართებოდა ლეგენდებით, მაგალითად სტალინზე, რომელსაც თითქოს არ იცოდა, რომ 700,000 ადამიანი გააჟლიტა საქართველოში, ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე ანგარის ვალდებულება. ჩვენი ბრალი არის ზუსტად ის, რომ აი ამ მითოსურობაში შევყავით, მაგრამ მეორე მომენტი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ ვერ შევძელით, რომ ამ მითიდან გამოგვეტანა საჩვენო გაკვეთილი. ბიძინა ივანიშვილმა რომ პატრულის რეფორმა, როგორც ამბობენ, სიმართლეა, რომ ამ კაცმა
პატრულის რეფორმაში ფული ჩადო. აი ესეთი რაღაცეები, რასაც ფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების პრობლემაც იყო, იმიტომ რომ მითოსურობას თქვენ შეუწყვეთ ხელი, აი ამ ადამიანის რაღაცა დიდ ქველმოქმედად წარმოჩენას და ამასთან დაკავშირებით თუ გქონიათ სამბება პატრიარქმა აშენა ზოგადად ზუსტად ამის თქმა მინდა. კი, მაგრამ რაც შეეხება ხო პატრულზე და დახმარებაზე სახელმწიფოსი მაინც არა, ესეც ძალიან ბევრჯერ თქმულა, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ კიდე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ეს ადამიანი იყო საქართველოში, იყო რაღაც დიდარი, კონკრეტულად პატარა წვლილი, რაღაც მე ხა პატრულს ესა ბიძინა ურიცხავდა ბარათებზე, ესე არასდროს არ ყოფილა, ეს არის ტყუილი, ხო? ანუ ეს იყო სახელმწიფოს დახმარება, რომელიც შევარდნაძის შემდეგ ღაფავდა სულს, იყო საშინელი კორუფცია, პოლიციას არ ქონდა ფეხსაცმელი, რომ ჩაეცვა, პოლიციას არ ქონდა იარაღი, პოლიცია ბერე იკვებებოდა, რუსთავი თბილისის გზაზე როგორ აძლევდნენ ქრთამებს მილიციას, იცი, ასე ვთქვათ, ასანთის კოლოფებში ესე დებდნენ და ესე უგდებდნენ მანქანიდან და ეს იყო განადგურებული, გაუბედურებული failed state, როგორც დაგვარქვა ჩვენ თუ არ ვაშინგტონ პოსტში იყო ბოლო ეს სტატია, რომელიც იყო კორუფციისგან გამოხრული, ხო? და ეს კორუფციაც ხო ერთ-ერთი კაცო ნიშნავდა და კრიმინალური სამყაროსგან. ეს კორუფციაც ხო რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და თქვათ კანონიერი ქურდების ესე ინფილტრაცია, თქვათ საიმაში პროპაგანდისტულად, ხო, თქვათ კანონის უზენაესობის და კრიმინალური იუსტიციის. კი, ალტერნატიული კანონი. სხვადასხვა კრიმინალური იუსტიციის სხვადასხვა მიმართულებით. ანუ და ამ დროს ის იყო მდიდარი ადამიანი, რომელიც რაღაცა თქვათ კონტრიბუციას აკეთებდა მაშინ, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, დაიწყო უზარმაზარი რეფორმები და ვინმეს არ გაუჩნდა კითხვა რატო აკეთებდა ამ ყველაფერს. კიდევ მეორე, მე საერთოდ ფიქრობ, რომ არანაირი კონტრიბუცია კი არა, არ შეიძლებოდა, თქვათ ამ ხელა გავლენის ადამიანის დაკავება, მით უმეტეს ესეც მოყოლილი აქ ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილი იყო რუსული გავლენების ადამიანი და სხვა შორის ბოლოს მიშა სასამართლოზე იყო, მაშინ მე რაღაცები არ მახსოვდა, ნოღაიდერის დაკითხვა იყო და არ მახსოვდა ის, რომ აი პატარკაციშვილი ესე ითხოვდა, თქვათ, იმედის მოგცემთ თუ წაიღეთ და რკინიგზას მომეცით. ხუთი რამ რაც უნდა მოხდეს სასწრაფოდ იმისთვის, რომ ხო, ეს არის პირველი ძალიან სერიოზული ჰორიზონტალური კავშირების დამყარება, იმიტომ რომ მე სულ ამბობ ხოლმე, რომ ოპოზიცია ძალიან ბევრს ლაპარაკობდით ერთმანეთში ეს ცოტა მიუხედავთ იმისა, რომ ძალიან ბევრი რეპრესია გამოიარა ოპოზიცია, მიუხედავად ამისა, ერთმანეთში ლაპარაკი კარგია, მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაცნაირად ადამიანებს არ უნდა გაჩნდეთ, დარჩეთ განცდა, რომ ეს არის ელიტისტური რაღაც კლუბი, რომელიც ერთმანეთში ლაპარაკობს. მეორე, ეს უნდა იყოს ადამიანების ჩართულობა და მოსაფიქრებელია. 2024 წელს ეს იყო, მაგრამ გაყალბდა. მანამდეც იყო რაღაც, ვთქვათ, რეგიონალური ორგანიზაციების, სხვადასხვა პარტიების, მაგრამ ძალიანობა არის საჭირო. საჭიროა ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ დაცლილია საქართველოს, საჭიროა ადამიანებთან უშუალო კონტაქტის დამყარება და ამ კონტაქტზე და ამ ფორმებზე საფიქრალია, ხო? კიდევ ვიმეორებ, სუბიექტური და ობიექტური მიზეზებია. ჩვენ იმხელა რეპრესიების წალღას გავდივართ, ეხლა ჩვენი მეგობრები ციხეში და ადამიანები ტროტუარისთვის დაპატიმრებული და რა ვიცი, ნაცემი ქალები და ნაცემი ახალგაზრდები და ციხეში სინდისის პატიმრები და ყველა რომ რთულია, ხო, რაღაცა თქვათ, რაღაც სტრატეგიულ კომუნიკაციაზე იფიქრო, მაგრამ საფიქრალია და მე საერთოდ მგონია რომ ყველა ავტოკრატიის დასასრული ეს არის ზუსტად ხალხის არ მინდა ეს გაცვეთილი სიტყვა ერთიანობა, მაგრამ ხალხის ძალა. ხალხის თვითდაჯერება, რომ ისინი არიან წმენა, ხალხს უნდა გაუჩინო წმენა, რომ ავტოკრატია არის უმცირესობაში. მე მაინც ძალიან ოპტიმისტურად უყურებ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს ტალღა, რომელიც უკვე მართლა ძალიან უახლოვდება ჩვენს ქვეყანას, თავისუფლების მოყვარული ადამიანების და პარადოქსია, იმიტომ რომ მართლა საქართველოსდან წავიდა ეს ტალღა, თუმცა ალბათ რაღაცა ეტაპებზე საზოგადოებას რაღაც სახადივით უნდა მოეხადა ეს პოსტ საბჭოთა რაღაც ნარჩენებში ცხოვრება, იმიტომ რომ სხვას მე ვერაფერს ვერ ვარქმევ ყველაფერს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დასასრულს უახლოვდება პირველ რიგში იქედან გამომდინარე, რომ ადამიანებს ჯერათ საკუთარი თავის, ჯერათ საკუთარი მაცივრის და ჯერათ საკუთარი შესაძლებლობების. ანუ ქართული ოცნების მომხრეებიც არ იმსახურებენ მარტო სუპზე ყოფნას და ამით კმაყოფილებას და ალბათ ეს უნდა გავაგებინოთ ადამიანებს. დიდი მადლობა ხალხო. ყველა იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას. და საერთოდ ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ
რაც არ უნდა ვთქვათ ადამიანის შენს წინააღმდეგ ფიქრობდეს და გაკრიტიკებდეს, როგორც ხელისუფლებას უკვე ნორმალურს და დემოკრატიულს, შენ ყველას ხელისუფალი ხარ და ყველა ადამიანზე უნდა ზრუნავდეს. ნამდვილად ესეა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.